სახლის იდეალური ფართობი და როგორ გავსაზღვროთ სახლის ოპტიმალური ფართი. ხშირად ბევრი მშენებლობამდე ირჩევს ფართობს და შემდეგ სახლის გეგმარებას, რაც იწვევს არაპროგნოზირებად ხარჯებს. სახლის ფართობი მხოლოდ სურვილით არ უნდა განისაზღვროს. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, როგორ იცხოვრებთ სახლში და რა დაგიჯდებათ მისი მშენებლობა. პირველი არის ოჯახის რაოდენობა. 3-4 ადამიანისთვის ყოველთვის არ არის საჭირო 250 ან 300 კვადრატის სახლი. სწორად დაგეგმილი 140-170 კვადრატული შეიძლება სრულიად საკმარისი იყოს საშუალო ოჯახისთვის, ისეც რომ სტუმრისთვის განსაზღვრული ადგილიც იყოს სახლში. მეორე არის გეგმარება. სწორად დაგეგმილი პროექტი არის უმთავრესი ეტაპი მშენებლობის დასაწყისში. 170 კვადრატიანი სახლი შეიძლება ძალიან კომფორტული გეგმარებით იყოს და ასევე პირიქით, დიდი დერეფნებით და ჰოლებით, რომლებიც უბრალოდ ფულს გადაიხდით და ვერ გამოიყენებთ. მესამე არის კონსტრუქცია. დამატებითი კვადრატული მეტრი მხოლოდ იატაკის ფართობს არ ნიშნავს. იზრდება საძირკვლის, კედლების, სახურავის, თვითონ ფასადის, ფანჯრების, საინჟირო სისტემის და სხვა ზედმეტი ხარჯებიც. მეოთხე არის სახლის ფორმა. მარტივი მართკუთხა ფორმის სახლი, როგორც წესი, უფრო ეფექტურად შენდება ვიდრე ბევრი კუთხით, გამოწვეული ნაწილებით და რთული სახურავით. სასურველია არქიტექტორის სწორი მიდგომა, რადგან პროექტი შეირჩეს ისეთი ზომებით, სადაც ნაკლები ნარჩენი მასალა იქნება. მეხუთე, სართულების რაოდენობა. მაგალითად, 180 კვადრატული მეტრი შეიძლება იყოს ერთსართულიანი ან ორსართულიანად 90+90. ორივე ვარიანტს განსხვავებული კონსტრუქცია და ღირებულება აქვს. სართულების რაოდენობის შესარჩევად ბევრი საკითხია გასათვალისწინებელი და ამ თემაზე შემდგომ ჩავწერ სხვა ვიდეოს. მოკლედ მინდა თქვა, როგორც მშენებელი რჩევა, ჯერ განსაზღვრეთ რა ოთახები გჭირდებათ, შემდეგ გავაკეთოთ სწორი გეგმარება და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრეთ სახლის საერთო ფასი. სახლი არ უნდა იყოს უბრალოდ დიდი, ის უნდა იყოს კომფორტული, ფუნქციური და თქვენი ბიუჯეტისთვის ოპტიმალური. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.